9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით კრებში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. 1 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის медаლი. ასეთია ფოთოლის სპორტსმენების შედეგები. პირველობა ავთანდილ ჭუბაბრიას ერგო. ბადრი წიფურიამ და იაგო კიზერიამ მეორე საპრიზო ადგილები აიღეს. რაც შეეხება დავით ნანავასა და აჩიკო ტურავას, ისინი მესამე ადგილს დასჯერდნენ. საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა დიდებში, ამით შედგა ეროვნული ნაკრები. მომავალი წლისთვის დაგეგმილია 2 ტურნირი სალიცენზიო ოლიმპიური თამაშებისათვის და ჩვენი ბიჭებიდან 1 ოქროს, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს медаლი ავიღეთ. შესაბამისად, კმაყოფილები ვართ მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო უკეთეს შედეგი შეიძლებოდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მაინც ამ ახალგაზრდული ნაკრები იყო ჩვენი ფოთელები წარდგენილი და მაინც კმაყოფილები ვართ ამ შედეგით. მივიღე მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 52 კილოგრამ კატეგორიაში, გავიმარჯვე. ქალაქ თბილისში ჩატარდა. და ვაპირებთ ახლა ოლიმპიური ლიცენზიების წელი იწყება 2016 წელი. მოვიპოვოთ, გამოვიდეთ მან და მადლობა მინდა მოვხადოთ ჩვენ მწვრთნელებს, ჩვენ დარბაზს, ვინც ამ წარმატებას წვლილი შეიტანა. და იმედია ნავიღებთ ოლიმპიურ ლიცენზიას და მე ოლიმპიადაზე შედეგი დავბრუნდებით უკან. ფოთოლის სპორტსმენები ვარჯიშებს განაგრძობენ და ამ მოგებით მომავალ წელს ისინი ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.